მიბმის რიტუალი თუ არასწორად გაგიკეთათ სპეციალისტმა, რა შეიძლება მოხდეს? პირველი, სანამ არასწორად გაკეთებაზე გადავალ. ზოგჯერ და ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ჩემი კლიენტები მოდიან ჩემთან და ვხედავ, რომ მათ შეგნებულად აქვთ გაკეთებული მიბმის რიტუალი ძალიან ცუდად, რომ ისინი დაშორდნენ თავის მეორე ნახევრებს, გაუფუჭდეთ ურთიერთობა და რაც უფრო დიდხანს იქნებიან ცუდად, მით უფრო დიდი ხანი ივლის მკითხავთან ეს ადამიანი. მაგრამ ამით ბინძურდება როგორც ერთი ადამიანი, ასევე მეორე ადამიანი. გეცლებათ ჭიბიდან ფული, ბარაკა, ჯანმრთელობის პრობლემები ცუდად მიგდით თქვენც ასევე. უფულობას განიცდით, მოულოდნელად შეიძლება რაღაც მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და იმ მამაკაცის ხო საერთოდ დადის არეულ-დარეული და ასე შემდეგ. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ხალხი მოდის ამ ბოლო დროს ჩემთან, რომ აი 5 მკითხავთან ვიყავი, 3 მკითხავთან ვიყავი, ისეთი გამიკეთა რომ სულ გააქცია და ასე შემდეგ. მაგრამ გაქცევაზე არ არის, აქ არის საუბარი, რომ ფსიქოლოგიურად თქვენც ირყევით და ჯანმრთელობის პრობლემები გეწყებათ და ის ადამიანიც. ეხლა რა შეიძლება გამოიწვიოს თუ სპეციალისტმა ძალიან ცუდად და არასწორად გაგიკეთათ მიბმის რიტუალი. მოგიხსენებათ, მასალები საქართველოში არ არის, არანაირი ჯადოს მოხსნის გაკეთების ბარაკა იქნება მიბმა თუ ეს და არ ვიცი როგორ მუშაობს ხალხი. მაგრამ მე არავის არ ვეხები არასოდეს, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რა შედეგები მოდის. ის ზეციური ძალები, რისგანაც ყველას საზრდოობთ და სამყარო გვიგზავნის კარგ ენერგეტიკას, ვისაც თუ არასწორად გაუკეთეთ მიბმა, გააკეთა ადამიანმა მიბმა, თქვენ და იმ ადამიანსაც გიკეთებათ. ანუ ის ძალები, რითაც უნდა ისაზრდოოთ ბუნებისაგან, გეკეთებათ, ანუ ვერაფერს ვეღარ იღებთ. და როდესაც იმ ბუნების ძალებს ჩვენ ვეღარ ვიღებთ, ეს ყველაფერი ორგანიზმში ძველი ენერგეტიკა გვიმყაყდება. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ადამიანებს ეწყებათ ფსიქოლოგიური პრობლემები, კაცებს ეწყებათ ძირითადად დალევა, მერე გადადიან ნარკომანიაზე, ავარიები, ქალებს ეწყებათ საშვილოსნოს პრობლემები, უხასიათობა, ან მამაკაცებს ეწყებათ გაძლიერებული სექსის სურვილი, მაგრამ სექსის მერე შეიძლება ისე გეჩხუბოთ, რომ ზრავით სახლიდან გაგაგდოთ ან თვითონ წავიდეს. მოკლედ, ადამიანები ორივე ხდებიან არაადეკვატურები. ჯანმრთელობის პრობლემებით, ფსიქიკის პრობლემებით და ასე შემდეგ. რატომ აკეთებენ ამას? თქვენ თვითონ განსაჯეთ, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება გააუბედურონ და დიდი ხანი იაროთ მკითხავთან. ამიტომ გაფრთხილდით მიბმის რიტუალის დროს, ვის ანდობთ თქვენს ცხოვრებას.